4 ქულით სხვა გუნდებთან ერთად ინაწილებს მესამე, მეოთხე, მეხუთე პოზიციაც. დაიწყო ამასობაში შეხვედრა, ლურჯი მაიცურებით რომ პირველი შეხვედრა რუსთავმა ტორპედოს მოუგო და წინა ტურში დინამოსთან ფრედ დაასრულა შეხვედრა და 4 ქულა აქვს და მე შახტებ ასევე აქ ნახოთ ეს ეპიზოდი. მაკარიძემ გადაარჩინა თავისი ორ მომენტს თითო-თითოს შექმნილს ამა თუ იმ გუნდის კართან. ქობულაძის ძალიან კარგი პასი მიხილეთ. იქ იყო ვარიანტი წარმოადგინონ საქართველოს ევროტურნირებზე. ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ მარჯვენა ფლანგიდან. შეიძლება დარტყმა და გადარჩა აქ იბერიამ შვენიერი შანსი არის ასეთია. პრინციპში ის კალენდარი აქვს დაახლოებით რა კალენდარიც იბერიას ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ. შეიძლება გატანა დარტყმა. ქობულაძე 29 წლის გაგრადან გაიცნილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა ჩაწოდება და ლორია თამაშობს კარგად შვენიერი ხო, თუმცა გადაიფიქრა მეორე მოცემულმა ბურთის შენარჩუნებაზე გაკეთდა აქცენტი. 20 წლის ბურთს საჯარიმოში გოშთელიანი, რა შანსი გუნდი რომელიც ასევე ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გახლავთ და ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს და შეგვიძლია ვთქვათ რომ სწორედ აქედან გამომდინარე ხარებაშვილის ჯერ ეს ეპიზოდი უნდა ნახოთ და მაკარიძის ჭკვიანური არიან ასისტენტები. ირაკლი კვირიკაშვილია ვიდეომსაჯი და ირაკლი ხერხაძე ვიდეომსაჯის ასისტენტი და გიგა ლომიძე გახლავთ მეოთხე მსაჯი დღევანდელი შეხვედრისა. გადარჩა სელიმოვიჩი ის გადაცემაც გავიდა. ხუდუშაური ჩვეულ სტილში უახლოვდება საჯარიმოს, ჩაწოდა გადარჩა ახთი, მაგრამ ახაც ახერხებს ბურთის შენარჩუნებას და ძალიან პერსპექტიული და დინამიური პასის განხორციელებას. გიორგი ხარაიშვილი უკვე ყურადღების ცენტრში, დინამოლთა 10-იანი გაითავისუფლა თავი და არტყა და იქნება ბაზისი გოლი აქვს გატანილი დინამოლთა რიგებში გასულ წელს. ქობულაძე აპირებს შორიდან დარტყმას, სახიფათო დარტყმასთან და ელთა შემადგენლობაში უკან გადაცემა ინუა შორიდან გიორგი მაკარიძე და მაშიდან გიორგი ხარაიშვილის გამორბენი დარტყმა და ცოცხალ კედელში მდგომმა ერთ-ერთმა მოთამაშემ მოიგერია ბურთი. კიდევ ერთი გაგზავნა ბურთის საჯარიმოში, აქაც გამოვა ბურთი იბერიელებს და ეს იყო ამ შეხვედრის ბოლო ეპიზოდი. საბოლოო შედეგია ის რაც ახლა ტაბლოზეა 0-0. ვერც იბერიამ და ვერც დინამომ დღევანდელ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანეს. აიღეს თითო